დავბრუნდეთ რუბრიკით კვირის მთავარი მოვლენები. ერთი კვირის განმავლობაში რა გელოდებათ? იფიქრეთ საკუთარ თავზე, ბალანსისტის არ დაგაწყვეტ ვიდეოს დალაიქება. ვნახოთ ახლა რა ძირითად ენერგიებში იქნებით ერთი კვირის განმავლობაში. ფინანსებში რა გელოდებათ უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში. პირად ურთიერთობებში რა გელოდებათ ერთი კვირის განმავლობაში. ჯანმრთელობაც ნახოთ ბარემ, რა დააშავა ჯანმრთელობა. და რჩევაც თქვენთვის ერთი კვირის პერსპექტივაში, რას გირჩევთ კარი. ესე იგი, მომდევნო ერთი კვირა საკმაოდ აქტიური იქნება, აქ მიმართულია ენერგია ოჯახისკენ, ოჯახური სიტუაციების დალაგებისკენ, საქმიანობა, ფინანსები, აი რაღაცის შეძენა, ესეთ საკითხები არის დაკავება და ოჯახური სიტუაციების გიჩანთ ძალიან აქტიურად. შესაძლებელია აქ რაღაცა შეხვედრაც იყოს, ან სტუმრიანობა, წასვლა, მოსვლა, გადაადგილება, ესეთი ამბები ჩანს და ზოგიერთ თქვენთაგანთან შესაძლებელია აქ კოლექტიური საკითხები, თუ მუშაობთ და დიდ კოლექტივში ხართ, შესაძლებელია აქ თანამშრომლული საკითხები იყოს წამოწეული წინა პლანზე და აქტიური მოქმედებები მოგიწიოთ საქმიანობის კუთხით. ფინანსებს რაც შეეხება, ფინანსებში ვიტყოდ, რომ შემოსავლები გიჩათ, მაგრამ ძალიან ბევრ გასავალსაც ვხედავ, აი რაც შემოგდი თითქმის იგივე ხარჯი გიჩათ მომდევნო კვირაში და რაღაცის გაკეთება შეიძლება ფიქრობთ, ან რაღაცის გეგმა გაქვთ, მაგრამ ხედავ, რომ ცოტა ილუზიებში ხართ ამ კუთხით და ჩამოუყალიბებლები ხართ, ან ბოლომდე არ იცით რა გინდათ, ან ბოლომდე ვერ ხვდებით როგორ მოიქცეთ. ცოტა დაბნეულობის მომენტებიც არის, ფინანსებთან გასესხებებთან იყავით ძალიან ფრთხილად და ყურადღებით ზედმეტად თანხას ნუ გაასესხებთ, რომ მე მოტყუების ალბათობებს ხედავ და უკავშირება არ დაგიბრუნდეთ ეს ფული, თორე შემოსავალი გეკნებათ. ნუ იმდენი გაქვს, რომ აი თქვენს საჭიროებებს და თქვენს პირად მოთხოვნილებებს ეყოს და ზოგადად რაც საჭიროა, რომ შემოგივიდეთ, მაგდან ვხედავ. პირად ურთიერთობებს რაც შეეხება. აქ შესაძლებელია თუ მაგალითად ძველ პარტნიორს ელოდებით ვიღაცისგან იყოს გარკვეული ესეთი სასიამოვნო ფლირტი, ჟესტი, სასიყვარულო კუთხით, ასევე შესაძლებელია ახალი რომანტიკული წამოწყებებიც გქონდეთ მომდევნო კვირაში პირად ურთიერთობებში. მაგრამ ისევ და ისევ აქ ენერგია ცოტა არეულია პირადში რა მხრივ. თითქოს და თქვენს რაღაცას ეჭვობთ, რაღაცაში შეგშიხართ, კონტროლის მოთხოვნილება გაგაჩნიათ ძალიან ბევრი პირად ურთიერთობაში და უნდობლობას ვხედავ პარტნიორებს შორის, რომ არსებობს პირად ურთიერთობაში. აქ შეიძლება ტყუილებიც არის, ანუ რეალურადაც გატყუებთ ადამიანი და ამ უნდობლობასაც აქვს თავისი მიზეზი. აქ აი ფარული თვალთვალი, სოციალურ ქსელში ყურება, ანუ ისე შეიძლება კონტროლი ერთმანეთს, აბა რა შვები, აბა როგორ ხარ და რა ენერგიებია და ასე შემდეგ. რა გაინტერესებთ ერთმანეთის შესახებ ინფორმაცია, მაგრამ კომუნიკაციას და საუბრებს და რაღაცა სასიამოვნო ამბებიც გიჩანთ პირადში, თუმცა ფონად გაგვდოს აი ეს ფარული დინება ტყუილებთან დაკავშირებით. ეხლა რაც შეეხება ჯანმრთელობას თქვენცას. ჯანმრთელობაზე რაღაცა დარდებს და ნერვულობას ვხედავ. აქ შეიძლება ემოციური სტრესი გქონდეთ, ეხლა ვიდრე ესე კონკრეტულად ფიზიკურად რამე გაწუხებთ, ნუ შეიძლება იყოს მე ემოციური ფონიდან გამომდინარე გულის ტკივილი, რაღაცა დარდები, ცრემლები, ნერვიულობები, შიშები, შფოთვები, ნერვოზულობა, ესეთი მომენტებია. ეს ყველაფერი არის უფრო ფსიქოსომატურს ეძახიან ხოლმე დარდებთანო და აი ფსიქოლოგიური დაულაგებლობა რო არის და ემოციური კრიზისები მანდედან მოდის უკვე მე თქვენი ჯანმრთელობის ბევრი პრობლემის გამწვევი მიზეზი სწორედ აი აქედან ფსიქიკიდან იმართება ეხლა მომდევნო კვირაში. ზოგადად ვიტყოდი რომ გამოხვალთ აი ამ რაღაც ნერვიულობებიდან ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რაღაცებს დარდობთ, მაგრამ შემოტრიალდებით, გაიხსნებით ნელ-ნელა შეიძლება ძალიან ბევრ თქვენთაგანთან ძალიან აქტიური ენერგიებით შემოვიდეს ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ქალებთან განსაკუთრებით ქალური ენერგიები გაგიხსნათ. რჩევას რაც შეეხება მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში რჩევა ესეთი მაქვს. არ იჩქაროთ გაწყვეტილებების მიღება, მოდუნდით, ეს ადათ დაისვენოთ, გამოიძინოთ, ძილი კარგი იქნება ძალიან. აქტიური მოქმედება, აქტიური ფიქრები, აქტიური ნაბიჯების გადადგმა არ გინდათ. ზოგადად თუ რამეს მაინც და მაინც საჭიროება მოითხოვს, რომ ახლა აუცილებლად უნდა იმოქმედოთ, ძალიან სიფრთხილით მივდექით, შედეგებზე რაციონალურობა, გონება, ტვინი ჩართეთ, აქ არც ინტუიცია, არც ემოციები, გრძნობები, ესეთი არაფერი, აი ფაქტებით იმსჯელეთ მხოლოდ და ფაქტებს დაეღვნით, ფაქტებს მიენდეთ. აქ თქვენ შესაძლებელია რაღაცა მოტყუების ძალობებიც იყოს, მაგრამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს
ავიღოთ აი თქვენ შინაგან ფიქრები და გამომდინარე და თქვენ რაც გაწყობთ შედეგზე ორიენტირებული საქმე ნაბიჯები გადაადგით ზოგადად თუ შედეგს არ გაძლევთ ტყუილა ენერგია არაფერში არ ჩადოთ და ტყუილა ენერგია არ დახარჯოთ არც ფინანსებში არც პირადში და არც საერთოდ ენერგიას უნდა გავუფრთხილდეთ პირიქით ეს ერთი კვირა ბალანსისთვის ისევ და ისევ დაალაიქეთ ვიდეო გამოიწერეთ ჩემი გვერდ ძალიან გამიხარდება რაც მეტი გამოწერე გვეყოლება და გავიზრდებით მე მგონია რომ ცუდი ამაში არაფერი არ იქნება პირად კონსულტაციაზე ჩასაწერად შეგიძლიათ WhatsApp-ზე, Viber-ზე მომწეროთ, Facebook მაყურებელმა, ასევე პირად შეტყობინების წოლში თქვენ როგორც გაგეხარდებათ. მადლობა ყურადღებისთვის.